19 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად საღამო მშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. Ტელეკომპანია იმედი ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა. რა შეთანხმება შედგა არხის ახლანდელ მფლობელებსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის. ტელეკომპანია იმედის მფლობელებსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ლახანყურის სპეცოპერაციის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები. ექსკლუზიური ინტერვიუ ჩეჩენ უფლებადამცველთან. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. ეს ხო არჩევნების წინ პოლიტიკური პიარი. როგორც აივი საუბრობდა, ექიმი და მეგზური ოფიცერი თვითონ მოკლეს, რომ მოწმე არ ყოფილიყო. ოცნების მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია. რა შეფასება მოყვა კანდიდატურებს, რომელიც საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. კანდიდატების რაობა უნდა გამოჩნდეს მას შემდეგ, რაც ისინი იტყვიან, რა უნდა იქნას გაკეთებული. ჩვენ ანალიზს გავუკეთებთ გასული წლების ხარჯებს, იმისათვის, რათა მოსახლეობამ კარგად დაინახოს ხელისუფლება, როგორ ფლანგავდა ფულს ძველი ხელისუფლება. ჩვენ ასევე გვექნება საუბარი ყველა იმ კომპანიასთან, ტარიფებთან დაკავშირებით, ეს იქნება გაზის კომპანიები, ენერგოკომპანიები, ნავთობკომპანიები. უკანონო ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნების პროცესი დაწყებულია. არველაძე გადადგა. ტელეკომპანია იმედი მის კანონიერ მფლობელებს უბრუნდებათ. პატარკაციშვილების წარმომადგენლები ტელეკომპანიაში უკვე ხვალს შევლენ. გავრცელებული ცნობით გენერალური დირექტორი დათოშონია ხდება, რომელიც წლების წინ ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი იყო. მოგვიანებით კი პატარკაციშვილების კუთვნილ კომპანიაში სელფორდში მუშაობდა. წართმეული ტელევიზიის კანონიერი მეპატრონისთვის დაბრუნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ქრონიკას თავად მოუწია. საღამო მშვიდობის თქვენ უყურებთ ქრონიკას 20 საათზე სტუდიაში ლაშა ხარაზიშვილი. იმედის მფლობელებსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტელეკომპანია იმედი პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა. ამასთან დაკავშირებით პატარკაციშვილის ოჯახმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელსაც სრულად გთავაზობთ. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია იმედის დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. ოჯახისათვის იმედის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავეშურებთ ძალისხმევას, რომ ტელეკომპანია იყოს მაღალ პროფესიული და ობიექტური არხი. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ასე სრულდება განცხადება. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის წართმევის შემდეგ ტელეკომპანია იმედი ოფშორული კომპანიებიდან ბოლოს იმედი ჯორჯია მედია პროდაქშენს გადაუფორმეს, რომლის აქციებიც ასე იყო განაწილებული. გიორგი არველაძე 45%, გიორგი კორახანაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15% და ჯოზეფ ქეია 10%. ამ წუთებში თითქმის ყველა მედია საშუალება იმედის შენობასთანაა შეკრებილი. რაელის იმედში მომუშავე პერსონალს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომელსაც ამ დრომდე არ გასჩენიათ პროტესტი უკანონობის გამო, რომელიც ტელევიზიის მიმართ განხორციელდა. სანდრო კაბაძე იმყოფება დიღომში იმედის შენობასთან, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ. სანდრო, რას ამბობენ თანამშრომლები, რა უთხრეს მათ, როგორი იქნება მათი მომავალი? ნატია, მართალი ხარ, აქ მართლაც შეკრებილია, შეიძლება თქვას იმედის გარდა ყველა ტელემრაუწყებლის წარმომადგენელი. ჩვენ სულობთ გავარკვიოთ თუ რა მოხდა შიგნით შენობაში, ანუ თუ გაიმართა რამე სახის ფართო შეკრება, ასე თქვა, თუ განემარტათ თანამშრომლებს რა ბედიელის, თვითონ ტელეკომპანიას და რა ბედიელის მათ სამუშაო ადგილებს. თუმცა როგორც ჩანს, ესეთი თათბირის ადგილი არ ჰქონია, რადგან გამოსული ადამიანები ისევე იყვნენ ინფორმირებული იმედის ბედთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ. ანუ მათ იმის შესახებ, რომ არხი კვლავ დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს, შეიტყეს 8 საათიანი ქრონიკიდან. ასევე გამოსული იყო იმედის ყოფილი თანამშრომელი ია ფარულავა, რომელმაც 2 კვირის წინ დატოვა ტელეარხი. შეგვიძლია ჩვენ ეს კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. მეტი არაფერი არ ვიცი. და ტელევიზიაში ხარ რა პროცესი არა განწყობები არა ჩვეულებრივი განწყობა როგორი ან მოლოდინი როგორი გაქვთ ვერაფერს ვერ გეტყვით და ხელმძღვანელობა არის ტელევიზიაში რო გაჭერდეთ ამ დილა იმედის მეპატრონე როგორია თანამშრომელთა განწყობა რა მოლოდინები არის რა საუბრობთ ტელევიზიის მუშაობა ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით ხალხნო აი შიდა თათბირი თუ ჩატარდა ოფიციალურად თუ გამოგიცანია ოფიციალურად არ არის მეც ეხა მოვედი ნანუკა ჟორჟოლიანის ბლიც ინტერვიუს ჩაწერაზე, სადაც მაესტრო ჟურნალისტი დამხდა და მე არაფერი არ ვიცოდი, რომ იმის შესახებ რომ განცხადება გაკეთდა. მე არ მომისმენია განცხადების შესახებ და ერთს ვიტყვი, რომ შიგნით რა განწყობა აქვს ხალხს. ნუ, უფრო ძირითადად ნერვიულობენ ის ადამიანები, ვინც წლები აქ მუშაობენ, იგივე ვიზაჟისტები იქნებიან, იგივე თქვათ ოპერატორი, გამნათებელი, ასე შემდეგ, ვინც აქ სულ სამსახურობის თემასთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობენ და თვითონ ამათვის განცხადება ჯერ არ
არავის არ გაუგეთებია და ეხლა მე უკვე დიდი ხანია უკვე წამოსული 2 კვირის დამთავრებული მაქვს აქ ჩემი მოღვაწეობა და მინდა გითხრა რომ მე ძალიან კარგი 2 წელი გავატარე იმედთან ერთად და რა ვიცი მე პირადად ვამაყობ იმას რომ ასე ვაკეთებდი აქ და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს მოქმედი თანამშრომლებიდან ჩვენ შეიძლება ითქვას მხოლოდ ტექნიკურ თანამშრომლებს ვესაუბრეთ და როგორც ჩანს მათთვის მართლაც და არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ მათი სამსახურის მომავლის შესახებ, თუმცა როგორც ამბობენ, გაიმართა სპეციალური თათბირი ჟურნალისტებისათვის, რომელზეც გიორგი არველაძე არხის ყოფილი გენერალური დირექტორი მათ დაემშვიდობა. სანდრო, ის მაინც თუ არის ცნობილი, როდიდან შედის ახალი მენეჯმენტი ტელეკომპანიაში? ნათია, რადგან ჩვენ მართლაც მხოლოდ ადამიანებს ვესაუბრებთ, რომელთაც არ ქონდათ არანაირი ინფორმაცია მიღებული არხის ხელმძღვანელობისაგან, აქედან ჩვენ ვერ გეტყვით თუ როდის აპირებს შესვლა ახალი ხელმძღვანელობა იმედში, თუმცა ყველა ამბობს, რომ გადაცემების ჩაწერა გრძელდება და ყველას აქვს იმედი, რომ გადაცემები გაგრძელდება ამ არხზე, მაგრამ ინფორმაცია ესეთი მწირია. დიდი მადლობა, ეს იყო სანდრო კაკაბაძე და პირდაპირ ჩართვა ტელეკომპანია იმედის ტერიტორიიდან ისაუბრობდა კიდევ ერთი ტელევიზიის შესახებ, რომელიც წლებია რუსთავი 2-ის მსგავსად ხელიდან ხელში გადადის. თანდათან უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ლაფანხურში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებაც. მე-9 არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში ჯოხარ დუდაევის ძმიშვილი ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სისხლიან ოპერაციას ახალაიების მიერ დადგმულ წინასაარჩევნო პიარს უწოდებს. უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ ევროპიდან სპეციალურად ჩამოყვანილ ახალგაზრდა ქისტებს თბილისის აეროპორტში პირადად დააახლა დახვდა. კონსპირაციულ ბინებშიც ისინი სწორედ ახალაიებმა გადაიყვანეს. იჩქერის პირველი პრეზიდენტის ძმიშვილს განსხვავებული ინფორმაცია აქვს ლაფანყურის სპეცოპერაციის მსხვერპლსაც. უფრო მეტიც ის ირწმუნება, რომ მოწმეები გაანადგურეს. ჩეჩენი უფლებადამცველი უმარ იდიგოვი მე-9 არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლაფანყურის გაუხმაურებელ დეტალებს ხვება. ამბობს, რომ მას გადარჩენილები დაუკავშირდნენ და დაგეგმვიდან შეტაკების ჩათვლით ინფორმაცია მიაწოდეს. Как рассказывал Аюб сам, აივი მიყვება, რომ ჩვენ ადრევე დაგვინაღმეს გზა, ალყაში მოგვაქციეს და სრულ აგვიტეხეს. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. ეს ხო არჩევნების წინ პოლიტიკური პიარი. გვესროლეს და ჩვენ შორის დაიღუპა 6 ქისტი და 3 ჩეჩენი. ამაგან 2 გზაში დაიღუპა ჭრილობების გამო და დამარხეს. ქართული მხრიდან როგორც ვიცი დაიღუპა 12 ადამიანი. როგორც აივი საუბრობდა, ექიმი და მეგზური ოფიცერი თვითონ მოკლეს, რომ მოწმე არ ყოფილიყო. ამასთან ქართულმა სპეცსამსახურებმა 2 დაღუპული ჩეჩენის გვამი ვერ აღმოაჩინეს. იდიგოვის თქმით, ახალგაზრდა ქისტები ჯერ კიდევ მაისში ქართულმა სპეცსამსახურებმა ჩამოიყვანეს და ჩეჩნეთში გადასვლაში დახმარებას თახბირდნენ. თუმცა ყველა ჩეჩენმა იცოდა, რომ 2000 წლიდან გადასვლა შეუძლებელი იყო. უმარ იდიგოვი იმასაც ამბობს, რომ ჯგუფს მძევლად არავინ აუყვანია. 28 числа, мы это прекрасно все знаем, они 28 რიცხვში მათ ბაჩო ახალაიამ, რომელმაც ეს ოპერაცია დაგეგმა, მისცა ისრაელური წარმოების იარაღი. ჯგუფში დაახლოებით 20 კაცი იყო, მათ შორის იყო 1-2 უფროსი, რომლებმაც დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს. ჯგუფში ქართველი სამხედრო ექიმი და მეგზურიც ქართველი ოფიცერი იყო. კიდევ ერთი მეგზური, რომელიღაც სოფლიდან დაღესტნელი იყო. план Бачо Ахалаева. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის ძმიშვილი აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი, რომელიც ცალხელ ახმედეს სახელით იყო цნობილი, დაჭრის შემდეგ ქართულმა სპეცსამსახურებმა ტყვედ აიყვანეს და ციხის საავადმყოფოში ფეხი მოჰკვეთეს. Он был ранен и он не мог пойти в строй, но видно он остался. ცალფეხა ახმედა დაჭრეს. მას სიარული აღარ შეეძლო და როგორც ჩანს დარჩა და თვითონ მივიდა სამხედროებთან. ის ახლა არის სამართალდამცავებთან. მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. როგორც ჩემი სამედიცინო გამოცდილება მიჩვენებს, იმათმა არაფრის მომცემი ოპერაცია გაუკეთეს ახმედს. რომ არჩევნები იყო და უფრო დიდხანს დარჩენილი იყო ციხის საავადმყოფოში. მას სპეციალურად მოაჭრეს ფეხი და ამას თვითონაც არ უარყოფს. არ ვიცი როგორი ექიმები იყვნენ. მას თავისი გასაჭირი ჰქონდა, ცალი ხელი არ ჰქონდა. Чтобы он дольше лежал в резбольнице. უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ პანკიში მცხოვრები ქისტები, რომელთა ოჯახის წევრებიც ლაფანყურის ოპერაციის დროს დაიღუპნენ, უახლოეს მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან მედიას. დიახ, ნათია, რამდენიმე დეტალი არის გამოკვეთილი და ახლად 3 პუნქტი. პირველი ჩვენ დაუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურმა მხოლოდ ის გაგვიმეორა, რაც აქამდე იყო ცნობილი, ანუ მას მიაწოდეს ის ინფორმაცია, რომელიც აქამდე ოფიციალური წყაროებით ვრცელდებოდა, რაც შეეხება დაღუპულ ქართულ სამხედროებს, ანუ იმ რიცხვს, რომელსაც ასახელებს ჯოხარ დუდაევის ძმიშვილი, ანუ 12 ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომი იქნება, თუ კი რა თქმა უნდა დადასტურდა. მეორე ინფორმაცია შეეხება უშუალოდ ახალაიებს, როგორც
უმარი აცხადებს, უმარ იდიგოვი აცხადებს ინფორმაცია მოწმდება ახალეებთან მიმართებაში და ის არ გამორიცხავს გარკვეულ შურისძიებასაც. მადლობა ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჩვენი სამხედრო კორესპონდენტი გიორგი ცხვიტავა საუბრობდა და დღის სხვა მთავარი სიახლეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს მოქალაქე იქნება. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკვე დღეს ანხვალ პრეზიდენტი მას პრემიერ-მინისტრის პოსტზეც ოფიციალურად წარადგენს. შეცდომის გამოსასწორებლად სააკაშვილს 1 წელი დასჭირდა. ივანიშვილის მოქალაქეობა სააკაშვილმა არც მაშინ დაუბრუნა, როდესაც საკუთარი მათ შორის NDI-ის გამოკითხვებითვე ამას ქვეყნის მოქალაქეების 71% ითხოვდა. პრეზიდენტმა ნატურალიზაციის გზა მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, როდესაც არჩევნებში წააგო. არადა ივანიშვილი სააკაშვილს ჯერ კიდევ 6 თვის წინ აფრთხილებდა. და ვერაფერს ვერ მიაღწია რეალურს, აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა. აბა გაბედოს არ გაიხიოს ეთიკა. ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა პრეზიდენტმა მხოლოდ 6 თვეში ისიც საპარლამენტო არჩევნების წარგების შემდეგ შეასრულა. მიღებული იქნეს საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს. ეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედეს მისი საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტის თანავე. 1 წლის წინ შემორთმეული მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილმა 1 წლის შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულებით ნატურალიზაციის გზით მიიღო. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27 მუხლის პირველი პუნქტის B ქვეპუნქტისა და 33 მუხლის შესაბამისად მიღებული. ამ კანონის გამოყენებას, რომლის საფუძველზეც პროცედურების გვერდისავლით პრეზიდენტმა უკვე პრემიერობის კანდიდატს მოქალაქეობა მიანიჭა, ივანიშვილის ადვოკატები ჯერ კიდევ იანვრიდან ითხოვდნენ. ჩვენ მიმართეთ სამოქალაქო რეესტრს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უკანონოდ განგვეიმარტეს და ყოველგვარი ვადების დარღვევით მიგვითითეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა და ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრებულია. დღეს მივიღეთ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე პროცედურების დაცვის გარეშე საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა ბიძინა ივანიშვილს. მაშინ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მოქალაქეობა დაუბრუნეს. პრეზიდენტს კი სასამართლომ ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. იმ დროს ხელისუფლებამ ივანიშვილი კვლავ მოქალაქეობის გარეშე დატოვა. ქართული ოცნების ლიდერები კი ისევე როგორც საზოგადოების ნაწილი სააკაშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივითა და ძლიერი კონკურენტის გამოჩენის შიშით ხსნიდნენ. ბუნებრივია, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო აბსოლუტურად უკანონო და გამოწვეული იმ შიშისგან, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს და ხელისუფლებას. ბატონ ბიძინასთვის უკანონო ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებისთვის საგნებო საქმედ. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან 4 დღეში. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა. იუსტიციის სამინისტრო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 4 აპრილის დასკვნით ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. ვაკანსიები შევსებულია საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობითაა დასახელებული. 6 ახალი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თავად დაასახელა. ამის გარდა ცნობილი გახდა სტრუქტურული ცვლილებების შესახებაც ეკონომიკის სამინისტროს ახალი ფუნქციები ემატება. რეგიონული განვითარება კი რომლის მინისტრის კახიკალაძე უნდა ყოფილიყო, როგორც სამინისტრო გაუქმდება. მომავალ მინისტრებს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რომელიც პირველ სხდომას 21 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს. ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. მომავალი მინისტრები პრემიერობის კანდიდატმა საზოგადოებას პირადად წარუდგინა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური, ეკონომიკა გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე, განათლება გიორგი მარგველაშვილი, ჯანდაცვა დავით სერგიენკო, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგალაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია. პირველ რიგში, როდესაც ვარჩევთ მინისტრობის კანდიდატებს, წინახაზე უნდა იყოს მუდამ პროფესიონალიზმი და მომავალში ჩვენ დაბრუნდებით აქ დიდი იმედი მაქვს. ამ ეტაპზე, როგორც იცით, დღეს საქართველოში ესეთია პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, როგორიცაა, ძალიან არეული საზოგადოება, სიცრუის პოპულარიზაცია იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამიტომ პრიორიტეტ ჩვენ ვანიჭებდით წარსულს და სწორ ცხოვრებას. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი წლების განმავლობაში ეკონომიკური ექსპერტი იყო. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი კი საჯარო სამსახურში ბიზნეს სექტორიდან მიდის. მომავალ მინისტრებს უკვე განსაზღვრული აქვთ სამოქმედო გეგმა და მთავარი პრიორიტეტები.
ჩვენ დავიწყებთ 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობას და ბიუჯეტი იქნება სრულად შესაბამისობაში იმ ვალდებულებებთან, რომლებიც წინასაარჩევნო დაიღო კოალიცია ქართულმა ოცნებამ. თავარი პრიორიტეტი არის მინიმალური ჩარევა კერძო სექტორის ფუნქციონირებაში, რამდენადაც იქნება ეს შესაძლებელი. ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი თქვა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ. როგორც თვითონ აცხადებს, მისი უარი მორალურ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რადგან მისი შვილი სადაზღვევო კომპანია ალდაგიბისია ეს გენერალური დირექტორია. გამყრელიძის თანამდებობა პედიატრმა დავით სერგიენკომ გადაიბარა. პრიორიტეტები იგივეა, ბატონ ამირანთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ის ასევე ჩვენი გუნდის წევრია. ბატონი ამირანის ფორმალური პოზიციის ცვლილებით სტრატეგიული გეგმა ცვლილება არ განუცდი. რჩები პრემიერ-მინისტრის რჩეულად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში. კიდევ ერთ სამთავრობო რეორგანიზაციას კოალიცია პარლამენტის შეკრების შემდეგ გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუქმდება და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. რეგიონალური სამსახური კი უშუალოდ პრემიერს დაექვემდებარება. ცვლილებამდე სამინისტროს დავით ნარმანია ჩაიბარებს, ხოლო კახი კალაძე ენერგეტიკის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. კანონმდებლობისა და წესების სრული დაცვით ჩავატარებ სამინისტროს რეორგანიზაციას, რომლის მერეც გადავინაცვლებ ფინანსთა სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილედ. ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხედველობაში მაქვს მცირე და საშუალო ხელისები, მხოლოდ და მხოლოდ მოხდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობა ამ ყველაფერზე. მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრი ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილია. განათლების მინისტრობის კანდიდატი აქამდე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. გეგმები უკვე ჩამოყალიბებული აქვს ასევე ლტოლვილთა და განსახლების და გარემოს დაცვის მომავალ მინისტრებს. მე მგონი რომ დაუკავშირდები ხალბატონ მინისტრს, მასაც ჩემნაირი წარსული აქვს, რექტორი იყო და ალბათ კარგად ესმის პრობლემები. საქმიანობა წარიმართება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული და ხელისუფლების სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. მომავალი მინისტრების საქმიანობას პარლამენტის დობის გამოცხადებისთანავე შეუდგებიან. პირველი სხდომა კი ქუთაისში კვირას გაიმართება. ვის წარდგენას მოყვა ყველაზე მეტი კითხვა და ვის კანდიდატურას ეთანხმება უპირობოდ სამოქალაქო სექტორი. ისმის ასეთი კითხვებიც რა კავშირი აქვს ენერგეტიკასთან კახი კალაძეს და რატომ თქვა უარი მანანა ქოჩლაძემ გარემოს დაცვის მინისტრობაზე. ყველაზე დიდი მოწონება განათლების სფეროში მიღებულმა საკადრო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. მახასჭკადუ ამ დღეს ექსკლუზიური ინტერვიუ გიადვალთანაც ჩაწერა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო კომისიას ჩაიბარებს. შეამჩნიეთ როგორ სწრაფად იზრდება კახი კალაძე და როგორ დიდ წარმატებებს მიაღწია მაგან ამ მოკლე დროში პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან. ყველაზე მეტი კითხვა მიმომხილველებში სწორედ კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრად წარდგენამ გამოიწვია. შეკითხვებზე პასუხის მოძებნას ევროპული სკოლა საქართველოს პრეზიდენტი პაატა შეშელიძე თავად შეეცადა. მისი თქმით, კალაძის კარგ მენეჯერობაზე მაშინ ისაუბრებს, თუ უწყებაში დარგის ძველ და ახალ სპეციალისტებს გააერთიანებს. არ არის აუცილებელი მინისტრი იყოს კომპეტენტური ყველაფერში, მაგრამ მან შეიძლება შემოიკრიფოს კარგი ექსპერტები და მათ ბაზაზე ძალიან სწრაფად განახორციელოს ეს რეფორმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი არის როგორ იქნება დასმული საკითხი. პაატა შეშელიძისგან განსხვავებით შეფასებებში გაცილებით თავშეკავებულია ეკონომიკური მიმომხილველი დემურ გიორხელიძე. კანდიდატების რაობა უნდა გამოჩნდეს მას შემდეგ, რაც ისინი იტყვიან, რა უნდა იქნას გაკეთებული. მე არც ერთისგან არ ვიცი გითხრათ სიმართლე, რა უნდა გაკეთდეს. თუ კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობა კითხვის ნიშნებს იწვევს, მკვლევართა ნაწილისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი მარგველაშვილის, განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელად კი ფიზიკოს გიადვალის წარდგენა ერთ მნიშვნელოვნად პოზიტიური ნაბიჯია. გიორგი მარგველაშვილიც და გიადვალიც არის ის ორი ადამიანი, რომელთან თანამშრომლობაზეც თანახმა იქნება ყველა. მეცნიერები იყვნენ დილიდან ძალიან ბედნიერები, იმიტომ რომ ეს ორი გვარი მოისმინეს და მათ უკვე გაუჩნდათ იმედი, რომ ის კოლაფსი, რომელშიც არის დღეს საქართველოს მეცნიერება ჩავარდნილი, როგორღაც გამოვა ამ მდგომარეობიდან. გარემოს დაცვას ხათუნა გოგალაძე ჩაიბარებს. სამოქალაქო სექტორის ნაწილის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად მანანა ქოჩლაძემ თავად თქვა უარი კოალიციის ლიდერის შეთავაზებაზე. მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარეს ქალბატონ მანანა ქოჩლაძეს ნამდვილად ჰქონდა შემოთავაზება კოალიცია ქართული ოცნებიდან. რაც შეეხება ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს, ძალიან ცნობილი არის ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, იმიტომ რომ აგერ ამის 15 წელია თუ არ ვცდები ამ სექტორში მოღვაწეობს სხვადასხვა დონეზე. მიმომხილველები არ გამორიცხავ, რომ ივანიშვილის მიერ დასახელებულ მთავრობის შემადგენლობაში გადანაცვლება კიდევ მოხდეს. დამატებით
აკადემიური თავისუფლების კონცეფციაზე აგებული განათლების სისტემა ასეთია გიადვალის ხედვა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის რეფორმირებასთან დაკავშირებით. სოფლიოში თეორიული ფიზიკის ავტორიტეტს დღეს მეცხრე არხი Skype-ი დაუკავშირდა. ის ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება და სწორედ იქ კითხულობს ლექციებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში თეოლოგიურ ფიზიკასთან დაკავშირებით მაპატიეთ. რაც შეეხება მის ჩამოსვლას საქართველოში, ის ამას უახლოეს მომავალში აპირებს. ის აპირებს ასევე, რომ საკუთარი და კოლეგების გამოცდილება მოახმაროს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოვებას. თუ როგორ აპირებს ამას, ჩვენ ამას მოვისმენთ მისგან უშუალოდ რამდენიმე წამში. თავარი პრინციპი არის, რომ ეს უნდა იყოს აკადემიური თავისუფლების კონცეფციაზე დაფუძნებული განათლების სისტემა. რაც დღეს არ არის საქართველოში. შემდეგ ეს მექანიზმი უნდა შემოჩავდეს, როგორ მოხდეს ამის გარანტირება, როგორ ჩაიდოს ეს მექანიზმები, რომელიც არის დამცავი მექანიზმები და ასევე მექანიზმები, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს. არ არის ადვილი ამოცანა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურად ძალიან ძლიერად არ არის განვითარებული და ასე შემდეგ, მაგრამ გაკეთებადია. თუ ამის სურვილი იქნება. მალხას რაც შეეხება ლტოლთა და განსახლების ministris კანდიდატურას არაერთგვაროვანი აზრი არსებობს დავით დარახველიძეზე, როგორია სამოქალაქო სექტორის შეფასებები მისი პერსონის მიმართ. ნათია მართლაც მის მიმართ არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. დღეს ეს სოციალურ ქსელში ნათლად გამოჩნდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლება გაიხსენეს დავით დარახველიძის გამონათქვამები, რომელიც აისახა ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ის თავის ძროზე დაადანაშაულებს გარკვეულ ქსენოფობიურ განწყობებთან დაკავშირებით. გააკეთებს თუ არა განმარტებას დავით დარახველიძე ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ უკვე ხვალ ვნახავთ, როგორც ხედავთ, კოალიცია ქართულ ოცნებაში სამოქალაქო სექტორის დამოკიდებულებაზე მყისიერად რეაგირებენ. მადლობა, მალხას ჭკადოა საუბრობდა იმ რეაქციებზე, რომელიც მომავალი მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის წარდგენას მოყვა. და ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინისტრთა კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის კომენტარი გაავრცელა, რომელშიც ის ხელისუფლების გადაბარების კონსტიტუციურ ვადებზე საუბრობს და სადაც პრეზიდენტი პირველად მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა თავისი კაბინეტის შემადგენლობა, როგორც არის კონსტიტუციით განსაზღვრული და მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას უთხრა, აქ საუბარი არ არის იმაზე, მე როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოს მომწონს თუ არა ამ მთავრობის შემადგენლობა. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ვინაიდან ასეთია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც წარმოადგენს არჩევნებში უმრავლესობით მოსული კოალიცია. ამიტომ ჩვენ ამ შემადგენლობას გადავაგზავნებთ პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დროზე შეიკრიფება, ყველა პროცედურა დროზე იქნება გავლილი, გადადებას აზრი არ აქვს და არც არის სწორი, რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავასრულოთ ყველანაირი კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები, გავიაროთ და ეს მთავრობა რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. მე ვისურვებდი, რომ ის დაპირებები, რომელიც გამარჯვება კოალიციამ იცავ საქართველოს ხალხს, მაქსიმალურად შესრულებული იყოს. ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს და ვისურვებდი ასევე, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო შეასრულოს თავისი მაკონტროლებელი როლი. არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა ქართული ოცნების წევრებისა და მათი ახლო ნათესავების ციხიდან სასწრაფოდ გათავისუფლების ფაქტებს. უნდა გამოსულიყვნენ თუ არა საპატიმროებიდან, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ის პირები, ვინც მინისტრობის კანდიდატების ოჯახის წევრები არიან, თუნდაც ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც ასეულობით უკანონო პატიმარი ჯერ კიდევ იხდის სასჯელს. კოალიცია ქართული ოცნების წევრებს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე დღეს პასუხების გაცემა უწევთ. ადამიანს ყველა არ უნდა იჯდეს ციხეში, არც ჩემი ძმა და არც ხუსი შვილი და არც ხუსი ქმარი. სასჯელახსრულების მინისტრობის კანდიდატი საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას თუ რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან მისი ძმა ვახტანგ სუბელიანი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბევრი უკანონო პატიმარია, ასე პასუხობს. 2 წელი ჩემი ძმა მძევალი იყო, პოლიტპატიმარიც არ იყო, იყო პოლიტმძევალი ჩემს გამო, თორე თვითონ პოლიტიკასთან არ ჰქონდა შეხება, აღარაფერს ვამორდა, დანაშაული არ მიუძღოდა. და ეხლა არ უნდა გაეთავისუფლებია, თქვა მინისტრი რომ გავხდებოდი, მე გათავისუფლება საერთოდ სკანდალი იქნებოდა. ხო, პიას თავისი ძმა გაათავისუფლა, 5 წელი უნდა ყოფილიყო მძევლის სტატუსში.
სოზარ სუბარს ეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის სიმამრით ციხიდან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაუშვეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯერ ქვეყანას სააკაშვილის ხელისუფლება მართავს და პატიმრების გათავისუფლებასთან კოალიციას კავშირი არ აქვს. თამას თამაზაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარი იყო და ხელისუფლებამ თავისი დანაშაული თავადვე გამოასწორა. არასწორი შეფასებაა, რომ თავის ნათესავებს და იმებს უშვებენ, რადგან ჯერ გუნდი არ არის ხელისუფლებაში. შესაბამისად, არავინ ამოცანა თამაზაშვილთან მიმართებაში იყო, გამოეშვა იმას, ვინც უკანონოდ დააპატიმრა. კოალიციის კიდევ ერთი წევრი გოგა ჟვანია, რომელმაც თავდებით 3 აქტივისტი დაიხსნა ციხიდან სასამართლოს და პროკურატურის ქმედებას არჩევნებს უკავშირებს. ჩვენ ყავდა რამდენიმე რეპრესირებული ადამიანი, 4 ადამიანი, ვინცაც ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი. აქედან 3 უკვე გამოშვებული, ეს საკითხი ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტეთ. ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, ბუნებრივია საგამოძიებო ორგანოებში ვითარება შეიცვალა და ესენი გახდნენ ადეკვატურები. უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება უმრავლესობით მოსულ ძალას საბოტაჟს უწყობს, რადგან კოალიციის ოჯახის წევრებს ისეთივე პროცესუალური დარღვევებით ათავისუფლებს, როგორც დააკავა. თუ ეხლა ამან ტენდენციის ხასიათი მიიღო, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ დამარცხებული პოლიტიკური ძალა ცდილობს სახელი გაუტეხოს ახლად მოსულ პოლიტიკურ ლიდერშიპს და აი ასეთი ქმედებებით საზოგადოებას უთხრას, რომ აი თქვენი ოჯახის წევრები კი სხედან, მაგრამ აი ეგ ნაცნობ მეგობრობა და ანუ კორუფცია მოქმედებს. კოალიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ყველა საეჭვო საქმე გადაიხედება და უკანონო პატიმრები ციხეს დატოვებენ. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო უცნობზე FM 98 ლაგოდეხი ყვარლის მაგისტრალზე ხიდის მშენებლობაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ 3 ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ ერთი დაშავებული ყვარლის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოფელ მთისძირთან საგზაო ხიდის მშენებლობაზე მიწა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. მიწის ქვეშ მოყოლ ერთ მუშას მარშველები ამ წუთებში ცეძებენ. ცნობილია, რომ გარდაცვლილია სამუშაოების მწარმოებელი შეპესე მითის 51 და 56 წლის მამაკაცი. მე-9 არხის კახეთის ბიუროს რეპორტიორები უბედური შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ. სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში სამუშაოების დროს მიწის ქვეშ მოყვნენ ადამიანები. ადგილზე მოსვლისას ჩატარდა სამძებრო სამუშაოები, ერთი ადამიანი გარდაცვლილი სამწუხაროდ ამოყვანილი არის მიწიდან, ამჟამად მიმდინარეობს მეორე ადამიანის მოძიების სამუშაოები. ჭიათურაში კი მაღაროელებმა დღეს ადმინისტრაციული შენობის კარი შეამტვრიეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რკინიგზის გადაკეტვითა და სასამართლოში საჩივრის შეტანით იმუქრებიან. რეჟიმში იმუშავე ძალიან შევიდა და იმუშაო. მაღაროელების გაფიცვიდან მეორე დღეს ხელმძღვანელობამ ხელფასის 10%-ით მომატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად მუშებმა ადმინისტრაციული შენობის კარი შეამტვრიეს და აქციების გაგრძელებითა და რკინიგზის გადაკეტვით დაიმუქრნენ. უმართავი ხდება ჭიათურაში პროცესები. თუ ვინმეს ყურამდე მივა ხელისუფლებაში, თუ ვინმეს ყურამდე მივა ჭიათურაში ჩამოიტანონ ის კონტრაქტი და ჩამობრძანდეს მესტიაში და ბათუმში და იმაში ფრენას თავი დაანებოს და ჭიათურაში ჩამოვიდეს და მიხედოს ჭიათურას. 13-მდე მაღაროელი უკვე მეორე დღეა დაბალ ხელფასსა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი ხელფასი 200 და 300 ლარამდე მერყეობს. ადმინისტრაციამ რაც გამოიტანა 10%, ჩემი შეფასებით ეს იყო უსინდისობა და მეტი არაფერი. უბნიზე, დაგესავატაზე. ფიფიანი როხაზზე მივანულები თამავლები. ჭეთონგან გააკოტრეთ. მაღაროელები კომპანიის ხელმძღვანელობისგან 15 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ. მათ შორის უსაფრთხოების წესების დაცვას, ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესებასა და სამედიცინო დაზღვევას. კომპანიამ გაუკეთა მათ წინადადება და ეხა ამ ეტაპზე რატომღაც მათ დატოვეს მერე მოლაპარაკების ოთახი და ხა ჩვენ ველოდებით უბრალოდ მათგან რეაქციას, ანუ თქვათ რა მოიწონათ, რა ტიპის ბოლომდე თქვათ წინადადება არც იქნა მოსმენილი. ჭიათურის მაღაროში გაფიცვას ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი მალხას წერეთელი გამოეხმაურა. მათ შეუძლიათ და მათთვის ეს კანონიერია მათი უფლებები და შეუძლიათ აქციების გაგრძელება, მაგრამ მათივე საწინააღმდეგო თემოქმედებს ნებისმიერი აგრესიული გამოვლინება. მაღაროელთა განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნების დაკმაყოფილებას სასამართლოს გზით შეეცდებიან.
უკანონო თვალთვალი და მოსმენა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. ამის შესახებ უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი საუბრობს. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დაცვის უფროსი და მოქმედი თანამშრომლების ერთი ნაწილი, რომელმაც დღეს მაღლივ კორპუსთან საპროტესტო აქციაც კი გამართეს. დაცვის სამსახურს ძალადობრივი რეჟიმის ნაწილს უწოდებენ ლაბორატორია 1918-ის წევრები, ისინი უნივერსიტეტში მომხდარი ყველა უკანონობის გამოძიებას მოითხოვენ. უხერხულად ვგრძნობ თავს და სირცხვილი არის, რომ ხალხმა იმ თვალით შემოქმედოს, რომ ჩვენ ვიღაცას დავდებთ, უთვალთვალებთ, ვიწერთ საუბარს. უნივერსიტეტში თვალთვალისა და მოსმენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის 15-მდე წარმომადგენელმა დღეს მაღლივი კორპუსის შესასვლელთან გააპროტესტა. დაცვის სამსახურის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით განცხადება სტუდენტურმა გაერთიანება ლაბორატორია 1918-მა გაავრცელა. არავინ არ გვეუბნება, რომ მოусმიეთ და მოგახსენეთო, ეგ არის სისულელი. უბრალოდ შეურაცხყოფილი ვართ, იმიტომ რომ ერთმანეთ ბოდიშად დალახიან აღორმა 102 გასვარავ. ვიღაცის სისულელების ლაპარაკზე უნდა კოლექტივი გაილანთოს, ეგ არ არის მართალი. ცენტრალური კამერა, რომელიც აფიქსირებს შევჩენკოს ძეგლი რო არის, აი ეს შეიძლება მოიტანოს ეს მანძილზე, რომ ბანკების ნომერი შეგიძლიათ დაიგებს. დაცვის სამსახურის ყოფილი წევრი გიორგი კიკნაძე ის ადამიანია, ვინც ლაბორატორია 1918-ს თვალთვალისა და მოსმენის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა. კიკნაძე ამბობს, რომ დაცვის უფროსმა ის პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩამოაქვეითა. უფროსის მხრიდან უკანონო დავალებების შესახებ საუბრობს დაცვის სამსახურის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი კახა ზირაქაშვილი. ჩაგვეწერა, ეს აუდიო იქნებოდა, ვიდეო მასალა იქნებოდა და ბატონი გიორგი გორაშვილის რომ მიგვეწოდებინა, რა ჩამე, რა სვამდი, რა მithქავდნენ. ზირაქაშვილის თქმით, მან საკუთარი ტელეფონით გაკეთებული ფარული ვიდეო ჩანაწერისთვის უფროსის გიორგი გორაშვილისგან შექება და ფულადი პრემია მიიღო. ამბობს, რომ დღეს საკუთარ აქციელს ნანობს. ეს რა მოგონა, მაგრამ მოაკეთე, ეს შექება, მაგრამ ის ხორა გილი ხوارდაგი მაგრო იმაზე საროჩკაზე ჩასაწერია და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ მე მობილური იმასავკეთ და 12 გიორგი გორაშვილის ხორია ეს გილი დასამაგრებელი, ანუ ვიდეო გილი და ხელი გაყვანილი რომ ემთვალსა დანაკული ვიდეო კამერით როგორ აფიქსირებენ აქტიურ სტუდენტის სახეებს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ეს არის უსირცხვილო ბრალდება. მეცხრე არხთან საუბარში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რასაც ვაკეთებ სწორად. განსხვავებით ვიღაცებისგან, რომლებიც გარდამავალ პერიოდს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ სამწუხაროდ. ჩემი თანამშრომლები აცხადებდნენ ღიად, რომ უჭერდნენ მხარს ქართულ ოცნებას და დადიოდნენ იმ აქციებზე. ჩვენ არც ერთი მათთაგანი არ შეგვიზღუდია. ამ კადრებმა გამოიწვია მათში ძალიან დიდი აღშფოთება. მე მგონი აღშფოთებულები უნივერსიტეტში უკვე ძალიან დიდი ხანია არიან, ოღონდ სხვა მიზეზების გამო, ლექტორების და სტუდენტების და ერთ-ერთი პრობლემა არის ესეთი ადამიანები, როგორც ის არის ესეთი ტყუილები, როგორც მას ჩვევია. ლაბორატორია 1918-ის წევრის თქმით, უნივერსიტეტის დაცვის სამსახური ქვეყანაში შექმნილი ძალადობრივი სისტემის ნაწილი იყო. პირადად დაცვის უფროსი არის საქართველოს უშიშროების სამსახურების ალბათ პირდაპირ მოვლენილი აგენტი უნივერსიტეტში. ეს ადამიანები მრავალჯერ შეჩნეული ყავს ჩვენ აქციებზე, სხვადასხვა აშკარად უშიშროების აგენტებთან ერთად, როცა საუბრობს და რაღაც მითითებებს აძლევს. უნივერსიტეტში მომხდარი ყველა კანონდარღვევის გამოძიებას ლაბორატორია 1918 უახლოეს მომავალში მოითხოვს. თელმსოფლიო შეუძლია იხილოს, რომ დემოკრატია საქართველოში არის რეალური, იგი არის დაფუძნებული ხანგრძლივი ვადით და მას შეუძლია გახდეს სანიმუშო რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. ეს სიტყვები კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს ეკუთვნის, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ერიკ რუბინმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ამჟამად მიმდინარე ხელისუფლების გადაბარების პროცესი დადებითად შეაფასა. ვილოცავ ყველას ხელისუფლების მშვიდობიან, თავისუფალ და უმტკივნეულო გადაცემას, რომელსაც ჩვენ ყველა ამჟამად თვალს ვადევნებთ. მთელს მსოფლიოს შეუძლია იხილოს, რომ დემოკრატია საქართველოში არის რეალური. იგი არის დაფუძნებული ხანგრძლივი ვადით და მას შეუძლია გახდეს სანიმუშო რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. საქართველოში ვიზიტის შეფასების შემდეგ ერიკ რუბინმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. კითხვას მოსალოდნელია თუ არა შეიცვალოს საქართველოს საგარეო კურსი ახალი ხელისუფლების პირობებში. ერიკ რუბინმა ასე უპასუხა. ჩემი დღევანდელი შეხვედრების შედეგად მაქვს განწყობა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობა იქნება მტკიცე და იგი მხოლოდ გაძლიერდება მომავალში. ერთ-ერთი კითხვა ასევე ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარება შეეხებოდა, რაზედაც ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ ირანის თემა დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც განიხილეს.
საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა მიმართულია ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ჩვენი საუბრის ეს მონაკვეთი ეხებოდა შეთანხმებულ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ასევე სხვა ქვეყნებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავად თანამშრომლობთ. ერიკ რუბინთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. თვითონ უკვე იყვნენ ინფორმირებულნი, მაგრამ კიდევ არ გადაუხსენეთ, როგორ წარმატებით ჩავატარეთ არჩევნები, როგორი კულტურული ხალხია საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები და კარგად განვმარტეთ, რომ ეს ამ წარმატებას იმსახურებს ჩვენი კოალიცია ძირითადად და საქართველოს მოსახლეობა და არა ხელისუფლება. გავაანალიზეთ მომავალი ურთიერთობები, შევეხეთ ირანთან დამოკიდებულებას და ესე შემდგომ რთული სიტუაცია რაც არსებობს დღეს სირიასთან და სირიასა და თუ გნებავთ თურქეთს შორის და ესე შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ შეხვედრა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართა. ტელეკომპანია პირველი კავკასიურის ირგვლივ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. პიკის თანამშრომლები არხის დახურვას ყოველ წუთს ელოდებიან. ტელევიზიაში ეჭვობენ, რომ რუსულენოვანი ტელემაუწყებლობის შეწყვეტის ვარიანტი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არხის გენერალურ დირექტორს შორის უკვე განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით პრობლემა ფინანსების დეფიციტს უკავშირდება, რომელიც ტელევიზიაში არამიზნობრივი ხარჯვის შედეგად გაჩნდა. ვერსიებს შორის განიხილავენ იმასაც, რომ პიკის ბიუჯეტი პირველი არხის გენერალურ დირექტორს საზოგადოებრივ მაუწყებელში წარმოქმნილი პრობლემების გადასაფარად დასჭირდა. ტელეკომპანია პიკის თანამშრომლები საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არხის გენერალურ დირექტორ ალექსანდრე ფარულავას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს დღეს დილიდან ელოდნენ. ჩვენ ნახოთ ველოდებით მოლაპარაკებების შედეგს, ვიცით რომ ჩვენი გენდირექტორი ესაუბრება საზმაუწყებლის ხელმძღვანელობას, ველოდებით რა შედეგს გამოიყოფს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არხი იყოს სატელიტზე, ეს არის პირველი, რაც ძალიან გვინდა რომ არ შეიცვალოს, ახლა ვართ სატელიტზე, ძალიან გვინდა რომ გავარკვევთ რატომ იყო მოხსნილი არხი სატელიტიდან, ჩვენ გვესმის რომ ეს არის საზმაუწყებლის პრეროგატივა, მაგრამ რა არგუმენტაცია ქონდა საზმაუწყებელს, როდესაც მოხსნა პიკი სატელიტიდან, ეს ძალიან გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი საინფორმაციო არხის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის გარანტიას იძლეოდა, არხის თანამშრომლებს ალექსანდრე ფარულავასგან კონკრეტული განმარტებები არ მიუღიათ. პირველ საინფორმაციო არხზე მღელვარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა პრობლემამ გამოიწვია. ტელევიზიის თანამშრომლებმა პროტესტის ფორმად თავის დროზე ტელეკომპანია BBC-с მიერ გამოყენებული მდუმარე ეთერი აირჩიეს. Судьба канала ПИК грозит и нам закрытие. И почему у нас нет на спутнике ответов на эти вопросы? Нет. პიკის თანამშრომლების შეკითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო არ პასუხობს. ლევან გახელაძე პრობლემის მოგვარებას არხის გენერალური დირექტორის პრეროგატივად მიიჩნევს. არ ვიცი, მე საკითხში არ ვარ გენაცვალე, ეხლა გააკეთოთ სატელევიზიო კომენტარი გია ჭანტურია. გიორგი ჭანტურიას პოზიცია მხოლოდ პირველი არხის ეთერით გახდა ცნობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი პრობლემას რუსულენოვანი არხის მენეჯმენტში ხედავს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა ფინანსური ვალდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელს პირნათლად აქვს შესრულებული. ამ დროისათვის ტელეარხის სატელიტური მაუწყებლობა აღდგენილია, თუმცა ფინანსური საკითხის მოგვარებამდე პიკის თანამშრომლებს საქმიანობა გაურკვევლობაში უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ტელევიზიის დაფინანსება წლის ბოლომდე იყო გათვალისწინებული. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე რა იყო დღეს ახალი, მე კიდევ ერთხელ გაგაცნობ დღის მთავარ მოვლენებს. უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნების პროცესი დაწყებულია. არველაძე გადადგა ტელეკომპანია იმედი მის კანონიერ მფლობელებს უბრუნდებათ. პატარკაციშვილების წარმომადგენლები ტელეკომპანიაში უკვე ხვალ შევლენ. გავრცელებული ცნობით გენერალური დირექტორი დათო შონია ხდება, რომელიც წლების წინ იმედის ფინანსური დირექტორი იყო. წართმეული ტელევიზიის კანონიერი მეპატრონისთვის დაბრუნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ქრონიკას თავად მოუწია. ბოლოს იმედის წილი ასე იყო გადანაწილებული. გიორგი არველაძე 45%, გიორგი კორახანაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15% და ჯოზეფ კეი 10%.
ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები. მეცხრე არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯოხარ დუდაევის ძმისშვილი ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სისხლიან ოპერაციას ახალაიების მიერ დადგმულ წინასაარჩევნო პიარს უწოდებს. უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ ევროპიდან სპეციალურად ჩამოყვანილ ახალგაზრდა ქისტებს თბილისის აეროპორტში პირადად დათა ახალაია დახვდა. კონსპირაციულ ბინებშიც ისინი სწორედ ახალაიებმა გადაიყვანეს. იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ძმისშვილს განსხვავებული ინფორმაცია აქვს ლაფანყურის სპეცოპერაციის მსხვერპლსაც. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ მოწმეები გაანადგურეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს მოქალაქე იქნება. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა. უკვე დღეს ან ხვალ პრეზიდენტი მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენს. შეცდომის გამოსასწორებლად სააკაშვილს 1 წელი დასჭირდა. ივანიშვილს მოქალაქეობა სააკაშვილმა არც მაშინ დაუბრუნა, როდესაც საკუთარი მათ შორის NDI-ის გამოკითხვებით თუ ამას ქვეყნის მოქალაქეების 71% ითხოვდა. პრეზიდენტმა ნატურალიზაციის გზა მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, როდესაც არჩევნებში წააგო. ივანიშვილი სააკაშვილს ჯერ კიდევ 6 თვის წინ აფრთხილებდა. ვაკანსიები შევსებულია. საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობითაა დასახელებული. 6 ახალი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თავად დაასახელა. ამის გარდა ცნობილი გახდა სტრუქტურული ცვლილებების შესახებაც. ეკონომიკის სამინისტროს ახალი ფუნქციები ემატება. რეგიონული განვითარება კი, რომლის მინისტრის კახი კალაძე უნდა ყოფილიყო, როგორც სამინისტრო გაუქმდება. მომავალ მინისტრებს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რომელიც პირველ სხდომას 21 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს. გადაცემის დასასრულს ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ამსახველი მხატვრულ დოკუმენტური რომანი შორენა ლებაინძის წიგნში ეს მე ვარ ფიროსმანი დიდი მხატვრის ფსიქოლოგიური პორტრეტი დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. ჟურნალისტური გამოძიება და თანამედროვე ადამიანის თვალი დანახული ნიკალა შორენა ლებაინძე ფიროსმანის ცხოვრების თავისებურ ლიტერატურულ ვერსიას გვთავაზობს. სვამდა იმისთვის, რომ დაეხატა და ხატავდა იმისთვის, რომ დაელია. ამბობს ფიროსმანზე მისი თანამედროვე. რომანზე მუშაობა შორენა ლებაინძემ 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა იდეა ერთი ჩვეულებრივი სარედაქციო დავალების მომზადებისას გაუჩნდა. ჟურნალისტი დიდი მხატვრის შემოქმედებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდა, თუმცა ფილმის ნაცვლად რომანი დაწერა. ერთგვარი მოგზაურობა დროში გამოვიდა. იმიტომ რომ მე მინდოდა მეჩვენებინა თანამედროვეობაც, ანუ თანამედროვე ადამიანის თვალით დანახული ნიკო ფიროსმანი, მისი პიროვნება, მისი შემოქმედება და მისი ეპოქა. ის რაც ნიკო ფიროსმანის ცხოვრებას და მის ეპოქას ეხება არის წმინდა წყლის მხატვრულ ბელებრისტულ ჟანრში დაწერილი და ის რაც თანამედროვეობას ეხება ეს არის დოკუმენტური, პუბლიცისტური. წერალი ახერხებს რომ ეს ამბები გადმოიტანოს დღევანდელ დროში და აწარმოოს ერთგვარი ჟურნალისტური გამოძიება იმ საიდუმლოებათა ამოსახსნელად, მისაგნებად, რითაც მოცულია ნიკო ფიროსმანის ცხოვრება. ავტორი დოკუმენტურ მასალებს, მონოგრაფიულ საარქივო წყაროებსა და ფიროსმანის თანამედროვეთა მოგონებებში ამოკითხულ ცნობებს ეყრდნობა და ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი თავადაც ხდება. აღწერ როგორ მივდივარ ფიროსმანოლოგებთან, ხელოვნებაცოდნეებთან, როგორ მექმნება განწყობილება და მე როგორ მიჩნდება სურვილი, რომ მისი შემოქმედება, მისი ნახატები სულ ახალი თვალით დავინახოთ. მე მომიწია რაღაც გარკვეული პასაჟების, დიალოგების, სცენების და ეპიზოდების გამოგონება და ფანტაზიით ხორცშესხმა. წერალი როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ ლებაინძის ეს მე ვარ ფიროსმანი ბიოგრაფიული რომანია, რომელსაც როგორც მეცნიერული, ასევე მხატვრული ღირებულება აქვს. ძალიან ცოცხლად იკითხება თავიდან ბოლომდე და ცოცხლდება არა მარტო ერთი პიროვნება. ფიროსმანი. არამედ მთელი ეპოქა. ეს იყო ჟურნალისტი, რომელიც არასოდეს არ გამოსდევნებია სენსაციას და სწორედ ასეთი ადამიანები უნდა წერდნენ ამ ყაიდის თხზულებებს. კარგი თხზულებებია ფიროსმანზე დაწერილი და ამ კარგი თხზულებების ფონზე მან მოახერხა, რომ ძალიან კარგი ბიოგრაფიული რომანი შეექმნა. წიგნის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს უახლესი წარსულის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა აღწერილი, 26 ოქტომბერს მაღაზია დიოგენეში გაიმართება. და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახებ თავად გვესაუბრება ეკა საღამოშიდობის. საღამოშიდობისა ნათია მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. დღეს მთავარ კითხვას იმის შესახებ თუ რა კონცეფცია აქვს განათლების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი უპასუხებს. შემდეგ ჩართვა ნიუ-იორკიდან გიადვალი ისაუბრებს განათლებისა და მეცნიერების კომისიის მომავალ საქმიანობაზე. გამოძიებო კომისია თინა ხიდაშელი გადაცემის ბოლოს გადაცემაში მთავარი კითხვა. ეკა მადლობა, მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე 9:09 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობით, ნახვამდის.